რომელიც ამ შემთხვევაში ქმნის სულ სხვა აღქმას, იმიტომ რომ ამ პიროვნებას, ესე იგი, რაღაცა თვითონ კი არ შეეხო, არამედ ვიღაცის გაკეთებული უფრო განავითარა, რაც ცალკეულ ქმედებად შეიძლება მივაწეროთ, მაგრამ მოღვაწეობას უფრო სხვა კონტექსტში ნაარსი და სხვა მოცემულობა აქვს, რაც ამ შემთხვევაში ცოტა სხვაგვარად უნდა აღვიქვათ ხოლმე და გამოიკვეთოს. კარგით, ეს გასაგებია. მაგრამ ნახეთ, მე რას გავაკეთებდი პირველ რიგში. პიროვნების მოღვაწეობას რა უკავშირდება? არხის გაჭრა, ხო? ლაშქრობის მოწყობა და გავლენის გავრცელება, მერე სამხედრო რეფორმის გატარება და ვიღაცების შემოსევების აღკვეთა და ეკონომიკის გაძლიერება. ნახეთ, კონკრეტულად არხის გაჭრა, გავლენის გავრცელება, რეფორმა, სამხედრო რეფორმა და ეკონომიკის გაძლიერება. დააკვირდით და დააჯგუფეთ. ამას ჩვენ ვეძახით პუნქტობრივი შედარების შაბლონს. პუნქტობრივი შედარების შაბლონით ძალიან მარტივი გამოსაკვეთია არჩევით ბოლოიან პასუხებში ლოგიკურ, ანალიტიკური, თეზისურად ერთი და იგივე შინაარსის პასუხები, რომელიც ორივე ერთი და იგივე შინაარსის ვერ იქნება. აი მაგალითად, არხის გაჭრა და ეკონომიკის გაძლიერება. არხის გაჭრას ხო მიზანი აქვს, რომელიც ეკონომიკასაც გააძლიერებს თავის მხრივ, იქ მოსავალი, ანუ აი ეს A და D არის ერთი და იგივე შინაარსიც, ერთი მაგალითად A იწყება და D არის შედეგი მსგავსი და B-ში არის ლაშქრობა, გავლენის გავრცელება და G-ში არის მხოლოდ სამხედრო რეფორმა. ხო? ეხლა ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული დეტალი და აი ამ დეტალის გათვალისწინებით თქვენ მითხარით, რომელი არის მოღვაწეობის ყველაზე ისეთი მასშტაბური შედეგი ამ 4 პასუხიდან და ჯერ უნდა რაც ყველა შემთხვევაში გააკეთოთ ხოლმე არის დაჯგუფების ხერხი და აჯგუფეთ. თქვენ დააჯგუფეთ პასუხების არამთლიანი პასუხები, არამედ პასუხში არსებული სიტყვები. არსებობს სიტყვა კოდები, მე წინაზე გაგახსენეთ, გითხარით, რომ სიტყვა კოდებიც ამოწერით, თქვენ პასუხებს დააჯგუფებთ თავისთავად, ხო? და თუ ამ პასუხებს დააჯგუფებთ, ძალიან მარტივია მერე აღქმა განსხვავებებისა. ხო? აი მაგალითად, საირიგაციო სისტემის აღდგენა არის ერთი დეტალი, მაგრამ არხის გაჭრა, თუნდაც საირიგაციო სისტემის აღდგენა, ეს ხო არის რაღაცა რომელიღაცა კომპონენტის შემადგენელი ნაწილი. საირიგაციო სისტემა ხო ეკონომიკასთან არის ასოცირებული. საბოლოო მიზანი სად მიდის? ირიგაცია, ხალხის კეთილდღეობას ემსახურება, მიწათმოქმედება, სარწყავი არხები და ეს ყველაფერი დოვლათს ქმნის და მერე დოვლათი ეკონომიკას აძლიერებს, ხო? მე რაც უფრო მეტი მოსავალი მოვა და ასე შემდეგ. ლაშქრობა და სამხედრო რეფორმა ხო ერთი კომპონენტის რაღაცა იარაღთან ასოცირებული კომპონენტის შემადგენელი ნაწილია. ანუ გამოვიდა, რომ B და G პასუხი არის ერთი და იგივე კომპონენტური შინაარსის და A და D პასუხი არის ერთი და იგივე კომპონენტური შინაარსის. ეხლა კითხვა ჩნდება ძალიან ლოგიკური. აი ამ კომპონენტური შინაარსების გათვალისწინებით 13-მესამესთან, კონკრეტულად 13-მესამესთან. რა, იმიტომ რომ სარწყავი სისტემაც მნიშვნელოვანია და სამხედრო რეფორმაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ნახეთ, რა არის ყველაზე რთული ადამიანში, მით უმეტეს ანტაგონისტურ ადამიანში, დაპირისპირება რო უყვარს ადამიანს ქონებრივ ნიადაგზე, ყველაზე რთული არის ომი. ომს სჭირდება ყველაფერი. ეს დავიმახსოვრეთ, იმიტომ რომ როცა ჩვენ მოღვაწეობაზე მივდივართ, ომის წარმოება და მისი პრაქტიკული განხორციელება არის ერთ-ერთი ყველაზე რთული კომპონენტი.
ამიტომ ლოგიკურად სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ სიტყვა კოდების შედარებით რომ გამოვრიცხოთ და საერთოდ თუთმოს ერაფერი არ ვიცოდეთ. ჩვენ თუთმოს არ განვიხილავთ როგორც პიროვნებას, რომელიც მე-15 საუკუნეში მოღვაწეობდა, მაგრამ არ განვიხილავთ ამას. არამედ ამ პიროვნებას როგორც ზოგად ინდივიდს ადამიანად განვიხილავთ და მის ლოგიკურ თავსებადობას ვიწყებთ კონკრეტულ მოვლენებთან. არხის გაჭრა, სამხედრო რეფორმის გატარება, ეკონომიკის გაძლიერება. ეს სიტყვა კოდები თქვენ უნდა მიხვდეთ რა არის პასუხში. იმიტომ რომ თქვენ გაქვთ 35 კითხვა არჩევით ბოლოიანი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ დავალებაში გჭირდებათ ყველაზე მეტი ძალისხმევა, რომ თქვენ აიღოთ მაღალი ქულა. ასე რომ მასწავლებლებს განსაკუთრებით მოგიწოდებთ, რომ ამ დავალებას თავი დააკალით ასე, ლოგიკურ ანალიტიკური აზროვნებით. არ შეგეშალოთ ის, რომ თეორია გამოიყენოთ მხოლოდ და ლოგიკურ ანალიტიკურ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც არ უნდა მცოდნე დაჯდეს ამ ტესტზე, ეს ტესტი მხოლოდ ლოგიკურ ანალიტიკურ აზროვნებას გიმოწმებთ. და სადღაც 20%-ს არც კი ეგეც ცოდნას. ყოველ წელს ვწმუნდები, რომ ძირითადად კითხვები ასე მოდის. აი, თქვენ გახსენით სპეციალურად 2010 წლის ისტორიის ტესტი. რაღა თქვენ, მე გაჩვენებთ ამას ახლა, უბრალოდ არ მინდა ახლა ეს გავთიშო და გახსენით 2010 წლის ისტორიის ტესტი მოძებნეთ და უბრალოდ ერთი კითხვა წაიკითხეთ არჩევით ბოლოენი, როგორი კითხვა იქნება. იქ არ არსებობს ლოგიკა. ეგ ტესტი იყო 80 ქულიანი, თუ 100 ქულიანი იყო მაშინ საერთოდ ისტორიის ტესტი, უამრავი კითხვა წლებს ეკითხებოდნენ. როდის მოხდა ეს? აბა ლოგიკა სადაა? როდის მოხდა? არ არის ლოგიკა, ხო? და ეს შეცვალეს მერე 2010-11 აი ამ წლის ტესტებს თუ ნახავთ, თქვენ იქ არის ესეთი კითხვები. როდის ვინ იყო გიორგი მე-12? საქართველოს უნდა იცოდე. ამიტომ ეგ არის ცოდნის შემოწმებელი და ეს ტესტები, კითხვები პირდაპირ კონტრასტულად არ მოიცავს ცოდნის შემოწმებას, მოიცავს ლოგიკურ ანალიტიკურ აზროვნებას და შესაბამისად აქ სწორი იქნებოდა. ნინო, როგორც მიხვდით, თქვენც ბეზე მიდიოდით საბოლოოდ, ხო? კი, ბეზე, იმიტომ რომ თან წერია გავლენის განსაკუთრებული გავრცელება. ხო. ასე რომ კი ბატონო, სწორი ხედვა და სწორად ამოიკითხეთ, მინდა გითხრათ, ამიტომ კარგია რომ ეს ასე განიხილეთ. აბა გადავიდეთ ახლა მეორეზე და გისმენთ ესე რომ მიუყვეთ ანანო კორძაია. აბა ნახოთ გვინდა თუ არ გვინდა ცოდნა. ტიგლათ ფალასარ, ნახეთ აქაც როგორ ფილესერიც არის, ფალასარიც არის და ყველაფერი დაგწერეს. ვიღაც პიროვნება ვისი მეფეა, ხო? საერთოდ ტიგლათ ფალასარი, მოდი ახლა როგორ უნდა, მაგალითად არ იცით, ხო? ეს იცის ეს პასუხი იცი? კი. კაი, ჩავთვალოთ რომ არ იცი. რა უნდა გააკეთო? ხო უნდა შემოხაზო ხა შემოხაზოს ცარიელს ხوار დატო მაინც გაარტყავ ქულა არ გაკლდება შენი რამიდის წაიკითხეთ სიტყვა კონსონანტური ხედვით იდეოლოგიურ კონსონანტური წაკითხვის მეთოდი ქვია ამას და რა არის ნახეთ მაგალითად ესეთი სიტყვა რომ შევადაროთ სებასტიანი ასეთი სახელი და ნუ შალვა მოდი განვიხილოთ ეს ორს ანუ რომელი სახელი რა ასოციაციებს გიქმნის ხო და როგორც კი ამას გააკეთებ ეხა ტიგლათ ფალასარი რომელ ასოციაი სპარსეთთან ტიგლათ ფალასარი ასოციაციურად გაკავშირდებს არა აი ეგ არის პირველი ნიშანი რომ ტვინი ფუნქციურად ლოგიკურად აზროვნებს თქვენ თუ როგორც კი კითხვას დაუსვამთ ისა მიმართავთ თქვენს თავს ვინც ხართ შიგნით და ეტყვით ტიგლათ ფალასარი რა ასოციაციას გიჩენს ის გეტყვის პირდაპირ რომ ამას არ მიჩენს და ანუ ეს არის ნამდვილად ახლა თქვენ თავს დაუსვით კითხვა და სპარსეთი ნამდვილად არ არის ეს ხო
თვითონვე გაგრძნობინებთ ეს რაღაც შინაგანი ინტელექტი, ზოგადი შინაგანი ინტელექტი, რომ ეს გამოსარიცხია. თქვენ გახსოვდეთ, წეღან ნინო, თქვენ კი კითხულობდით პასუხებს, მაგრამ ერთი რაღაც გამოგჩათ. ეს არის უმნიშვნელოვანესი დეტალი. თქვენ კი თქვით, რომ შეიძლება ეს არ არის, მაგრამ 4 პასუხიდან, მეგობრებო, 2 უნდა გამორიცხოთ ჯერ და მერე 2 პასუხიდან სათითაო შეადაროთ და აი ამ 2-დან 1 უნდა იყოს სწორი. ნახეთ როგორი სქემაა. 4-დან 2 გამორიცხოთ, 2-დან თითო შეადაროთ და ამ 2-დან 1 იპოვოთ სწორი. 4-დან 1 რო იპოვოთ, ნახეთ 4-დან 1-ის პოვნა, ნახეთ აი ესეთი პრინციპით არ შეიძლება. ეს არასწორია, რაც არ უნდა მარტივი მოგეჩვენოთ, გთხოვთ და გირჩევთ თუ თქვენ მენდობით რა საკვირველია, ეს ასე არ ქნათ. ყველა ლოგიკურ კონტექსტს დაუკავშირეთ და 4-დან 2 არასწორი გამორიცხეთ. რატომ? აი მაგალითად სპარსეთი ხო გაფრენილია სამყაროდან. ეს ხო პირდაპირ ცადა დედამიწაა, რომ სტიგლათ ფალასარი ასეთი სახელი სპარსული ვერ იქნება, რა სხვანაირია ეს. იმიტომ რომ თქვენ თუ რამე გიკეთებიათ სკოლაში, ეგ არის ის, რაც ამას გაკეთებინებთ და გამოგარიცხვინებთ. იმიტომ რომ თქვენ თუ ამდენი ხანი გიცხოვრიათ და რაღაც ეგ თქვენ შეუძლებელი არ გქონდეთ შინაგანი ინტელექტი, რომ ამეებს გონება თვითონ ემოციურ თუ ინტელექტუალურ ნიადაგზე მიხვდეს. რა არის გამოსარიცხი? ამას უფრო ზუსტად წეგან გითხარით, რაც თქვი, ეს არის კონსონანტურ ესეთი ანალიზი სიტყვის. ურარტუ, ელამი, ასურეთი. ეხლა კიდე ერთი შაბლონი გამოიკვეთა. რომელს გამორიცხავდი ანანო აი ამ 3 პასუხიდან და რატო? ელამს გამორიცხავდი. ვიცოდი რომ მაგას სიტყოდი, მაგრამ რატო? თავარი ეგაა რატო გამორიცხავდი, თორე ელამს რო გამორიცხავდი, ეგ გავიგე. მე ვიცი პასუხი რატო გამორიცხავდი ელამს. პროგრამაში მის ლექციებში არ ვიცი. აი ზუსტად ეგ არის. ესე იგი, ტესტის ავტორების აზრით, ვინც ტესტის შემდგენ, ეს არ არის ვიღაცა ნაექს არ მომბობ. საერთაშორისო სტანდარტში ასე წერია, რომ თუ პასუხში ჩაწერ ისეთ არა პროგრამულ პასუხს, შესაძლებელია, ვინც ეს არ იცის, რასაც ახლა მეგეუბნებით, წამოეგოს ამაზე. ნახეთ, თუ კითხვა, თუ თქვენ რაღაც არ იცით, ეს უკვე სტრესია. ამიტომ, როცა სტრესია, სტრესის ნიადაგზე გონება ხშირად ენდობა სრულად უსაფუძვლო პასუხებს. აქედან გამომდინარე 4 პასუხში ხშირად ტესტის ავტორები წერენ ისეთ პასუხს, რომელიც თქვენ გიქმნით ილუზიას, რომ ეს პასუხი ისწავლეთ, მაგრამ არ გახსოვთ. და თუ ასეთი რაღაც ილუზია შეგექმნათ და შეგიქმნათ პასუხმა, ის პასუხი უნდა გამორიცხოთ. სწორი კი არ არის. უნდა გამორიცხოთ. აი ამ ნიადაგზე გამორიცხე შენ ელამი. ახლა და ელამიც გამოსარიცხია. ეხლა ნახე, როცა თვალის მეხსიერებით 2 სიტყვას უყურებს, სწორი რომელი უფრო მარტივია? 4 რო არჩიო 1-დან თუ 2? რატო გეუბნებით რომ 1-მდე დაიყვანოთ პასუხი? იმიტომ რომ სტრესი რაც თქვენი მიზანია რომ ისედაც სტრესულ გარემოში კიდე უფრო ნაკლები სტრესი შეუმციროთ თქვენს გონებას. გადაწყვეტილებას ხო თქვენი გონება იღებს. ლოგიკურ ანალიტიკური და ინტელექტუალური მსჯელობით და თქვენს გონებას რომ იაზრონოს სტრესულ გარემოში ხო ვერ აზრონეთ და შეუმცირეთ ეს სტრესი ყველანაირად. ამიტომ დაუტოვეთ 2 პასუხი ყველა შემთხვევაში. 100%-იანი დარწმუნებით თუ იცით რომ ისტორია ახლა შემოხაზეთ რო აღარ დაკარგოთ, მაგრამ აქ ვამბობ როგორც კი 0.1%-ით ცდომილება გექნებათ. დაგრჩათ ურარტუ და ასურეთი. ურარტუ ტიგლათ ფალასართან და ეს მარტივ რაღაცას გეტყვით. თქვენ რო სახელი მეფის არ იცოდეთ, ეს უბედურება არ არის. მაგრამ თქვენ თუ ერთხელ მაინც დაგიკითხავთ ურარტუზე და ასურეთზე რამე, გონება კონსონანტური ხედვით შინაარსის დროს პირდაპირ გაგრძნობინებთ, რომ ეს არ არის სწორი. და ამას პირდაპირ გაგრძნობინებთ ანანოს გარდა ალბათ ხვდებით, რომ მოდი ახლა პირდაპირ მითხარით, ვინ ვერ ხვდება, რომ პასუხი აქ არის D.
აი ვინც თქვენ იცით ახლა ნასწავლი გაქვთ სავარაუდოდ ეს და გეცოდინებოდათ ისედაც, მაგრამ ნახეთ, ჯერ ხო კითხვის სიმარტივეს დაკვირდით, რა მარტივი კითხვაა, მაგრამ მაინც ხო? კარგი, მადლობა ანანო. მარტივი შეგხვდა, მაგრამ მაინც ბევრი დეტალი გავიგეთ. ზურაბია შემდეგი, გისმენთ ზურაბ, წაიკითხეთ მესამე. მესამე შეკითხვა. რამ განაპირობა საბოლოოდ ბაბილონის სამეფოს დაცემა? ანატოლიაში დაწყებულმა Wait, მოიცადე, ძალიან გთხოვ, ნუ გავიქცევით, არსად არ გვეჩქარება. ჩემი მიზანი არ არის, რომ ბევრი მოვასწროთ, ჩემი მიზანია, რომ ცოტა გავიაროთ და ხარისხიანად. რამ განაპირობა საბოლოოდ ბაბილონის სამეფოს დაცემა? რა უნდა გააკეთო პირველ რიგში ზურაბ, ეგ მითხარი. როგორ? აქემენიანთა დაპყრობებმა. არა, ეგ არ მინდა. ჩვენ ხო ტესტს არ ვაკეთებთ. მე არ მინდა პასუხი. თქვენ უნდა დამისაბუთოთ დე რატოა. სხვაგვარად კარგი. რატომ არის დე? შეიძლება დავიწყოთ რა. მოდი დავიწყოთ 10. რატო გამოიწვია? არა, მოდი დაიწყე ჯერ კითხვის განმარტებით და კითხვა გაანალიზე, რას ეძებ ეგ მითხარი. რამ განაპირობა საბოლოოდ ბაბილონის სამეფოს დაცემა? არა, მაგაც არ ეძებ. მე სხვანაირი მეთოდი გასწავლეთ. ეგ ისედაც ხადია, მაგას ჩემ გარეშეც გააკეთებდით, შეხვიდოდით, წაიკითხავდით და პასუხს მოძებნილით. მე რა გითხარით, იმიტომ რომ შენ ახლა 6 სიტყვა შეხვდა კითხვაში. აი, როცა სამხაზიანი კითხვა მოგივა, იქ უკვე გაიჭედებით. სამხაზიან კითხვაში გაიჭედებით. ამიტომ ეს გამოიყენეთ ყველა მეთოდში. რამ განაპირობა საბოლოოდ ბაბილონის სამეფოს დაცემა კი არა? რატომ დაეცა, ანუ რის გამო დაეცა კონკრეტული სამეფო? ანუ საერთოდ სახელი ბაბილონი დაივიწყეთ. თქვენ თუ გინდათ რომ ლოგიკურ, ანალიტიკური ველი გაგიაქტიურდეთ, მაშინ ეს ასე უნდა დაიწყოთ. და თუ თქვენ არ გინდათ ეს, მაშინ თეორიას დაეყრდნობით ყოველთვის. ეს არის შაბლონური წერის ტექნიკა, მეგობრებო, მაგრამ ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის ბუნებრივად მონიჭებული ცოდნა. თქვენ ეს ისედაც გაქვთ. მიხვდით? მაგრამ როგორ გააქტიუროთ ანალიტიკური და სააზროვნო ველი, ეს უკვე არის პირველ რიგში საჭირო ამისთვის, რომ განაზოგადოთ ნებისმიერი მოცემულობა. აი, პრობლემაში, ნებისმიერ პრობლემაში რომ გაეხვიოთ რაიმე ყოველდღიურობაში, თქვენ ჯერ უნდა განაზოგადოთ ის პრობლემა, რომ დაინახოთ პრობლემის არსი რაში მდგომარეობს და მერე დააკონკრეტოთ უკვე უშუალოდ. თუ პირდაპირ კონკრეტულ ასპექტებზე დაიწყებთ აქცენტის გაკეთებას, ვერ იპოვით საიდან დაიწყო. მიხვდით? აი, ვიღაც ორი ადამიანი ჩხუბობს, რომ მიდიხართ და თქვენ ხართ მესამე პირი. პირდაპირ ეუბნები, ზურა, გამარჯობა, რა ხდება და შენ მხარეს ვიჭერ თუ იმის მხარეს ვიჭერ? ჯერ ხო ეუბნები რა ხდება? ანუ რას ეხება, რაზე ჩხუბობთ? ხო? და იგივე პრინციპი აქვს. რაზე ვჩხუბობთ, კი არა და რას ვეძებთ? ჩვენ ვეძებთ ნებისმიერი სამეფოს დაცემას. ეხა უყურე ზურა, რამ გამოიწვია სამეფოს დაცემა? მე გითხარით, ამოწერეთ და დააჯგუფეთ პასუხები. შინა ომებმა, აჯანყებამ, შემოსევამ, დაპყრობამ, რომელია საერთოდ თავიდანებე ირანს. საერთოდ სამეფოს დაცემას დაპყრობა უფრო იწვევს თუ ის ზემო სამი? ჩემი აზრით 4-ვე ძალზე წაკბა, მაგრამ უფრო. ხო, იმიტომ რომ დაპყრობა ნიშნავს, რომ всё, მორჩა, შენი აჯანყებაც მორჩა, შემოსევაც მორჩა და შინაომიც მორჩა. დაგიფყარი. აბა მიდი ახლა რაც ის გააკეთე. აჯანყება გულისხმობს, რომ პროცესი დაწყებულია და შედეგი რა დადგება არ ვიცით. შინაომი გულისხმობს, რომ პროცესი დაწყებულია და შედეგი რა დადგება არ ვიცით. შემოსევა გულისხმობს, რომ შეიძლება შემომესიო, მაგრამ მე მოგიგო, დავიცვა საკუთარი თავი. დაპყრობა არის წარსული ფორმა ჯერ ერთი. და მეორე დაგიფყარი და თუ დაგიფყარი რაღაც ბოდიალობ ახლა, ხო, მორჩა, დაგიფყარი. ანუ ლოგიკა არის ეს. სამეფოს დაცემას რა იწვევს დაპყრობა? თქვათ ზურა, შენ ახლა პასუხი იცოდი. ხო? ხო, აი არ გწოდნოდა პასუხი, რას აკეთებ მერე? აი ამას.
მიხვდი? აი ამას აკეთებ, როცა პასუხი არ იცი, ვინაიდან შენ იცოდი სწორია 100%-ით თუ დარწმუნებული იყავი მით უმეტეს სწორია და ამ შემთხვევაში ამას დეშს დაწერდი, მაგრამ როცა შენ შეგხვდება თქვათ ისეთი დეტალი, რომელიც აღარ გეხსოვნება, ამ შემთხვევაში უკვე ამ ხერხს მიმართავ. თუ გინდა რომ პასუხი სწორად მიიღო. მადლობა. შემდეგი არის ლანა გიორგაძე. აჰა, აი ამ ხელა პასუხი შეგხვდა ეხა. მაგალითად, რა შვებით ეხა ამ პასუხში? ძალიან გთხოვთ არ გახსნათ ეროვნული ტესტის პასუხები და იქ პასუხები არ მოძებნოთ, ძალიან გთხოვთ. თუ ამას აკეთებთ, შეწყვეტეთ. გისმენ ლანა წაიკითხე. რომელი ინფორმაცია მართებული დიაოხისა და მეზობელის სახელმწიფოს ურთიერთობების შესახებ? აბა განაზოგადე კითხვა, გაიგე ჯერ რის შესახებ არის და მერე გადადი. ძალიან გთხოვთ, გამოცდაზეც არის ჩქაროთ. გამოცდა არის ესეთი პროცესი, რომ გამოცდა თითქოს ყოველ დღე ყოველ წამს გვახსენებს, რომ მალე მოურჩები. ასეთი განცდა გვეუფლება ყოველთვის და რეალურად ეს კი შეიძლება ნამდვილად ასეა, მალე რჩება გამოცდა რაღაც კუთხით, მაგრამ ეს გამოცდა არ შეგაშინოთ თვითონ სიტყვა. მეთოდური თვალსაზრისიდან არ ამოვარდეთ იქ რომ მიხვალთ. იმიტომ რომ ხშირად ყველაფერი ავიწყდებათ ხოლმე, ან არაფერს არ აკეთებენ და იწყებენ იმის კეთებას, რაც რეალურად არ უნდა გააკეთონ და მიიღევით თანმიმდევრულად. ეხა განაზოგადე, აბა. ზოგადად ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე არის კითხვა. დიახ, აი არის სწორი შეფასება. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზეა. ერთი არის დიაოხი და ვიღაც მეზობელი და რომელი ინფორმაცია მართებული ამ ურთიერთობის შესახებ. ეხა 4 პასუხიდან ჩვენ 2 ვიცით რომ არასწორი უნდა გამოვრიცხოთ, ხო? აბა გისმენ. პასუხებიდან ერთ-ერთი არის ასურეთის მეფეებმა სინაქერი პირველმა დააშურბალიტმა ხანგრძლივი ბრძოლის მიუხედავად მაინც ვერ მოახერხეს დიაოხის საბოლოო დამორჩილება. ნახე სიტყვა კოდი არის დიაოხი. დიახ. ეს კითხვა პირდაპირ გამოურიცხო, იქიდან გამომდინარე რომ პრობლემიდან არ მახსოვს ეგ ძალიან სწორია, პირდაპირ ეგ შაბლონი გამოიყენო, სწორია სინახერები თქვენ როგორც ასეთი არ გისწავლიათ, მაგრამ ნახე, მოდი ლოგიკასაც დაუკავშირე. კითხვის აქცენტი არის რა? ურთიერთობა. ხო? ურთიერთობა არის და ურთიერთობა არ გულისხმობს ამ კონტექსტის გათვალისწინებით მაინც და მაინც იმას, რომ ვიღაცამ ვიღაც ამ შემთხვევაში გაანადგურა, მაშინ ურთიერთობა აღარ იქნება ეგ. ხო? ამიტომ კი ბატონო, გეთანხმები, გამოირიცხა. ურარტუს მეფეებმა მენუამ დაარქიშტიკებმა რამდენჯერმე წარმატებით ილაშქრეს დიაოხის წინააღმდეგ. დიახ. ლაშქრობა, ანუ ვიღაცებმა ილაშქრეს ამ სახელმწიფოსთან, მეზობელიათან ეს. გეში რა წერია? მიდიის მეფეებმა კიროს დიდმეტ ქსექსეპირმა დაამარცხეს დიაოხი და ყოველწლიურად ხარკი დააკისრეს. და დიარის ხეთების მეფეებმა ლაბარნამ და მურსიპირმა ხანგრძლივი ომების შემდეგ დიაოხი მთლიანად გაანადგურეს. ნახე, თქვათ ააცრო წავშალო ეხა და აქ არის დამორჩილება. აი ამ პასუხებს დააკვირდი, აბა სიტყვა კოდებია ეს პასუხების რეები წერია. ურთიერთობა, დამორჩილება, განადგურება, დამარცხება, ლაშქრობა. ურთიერთობა შედეგი, ანუ თვითონ სიტყვა ურთიერთობა შედეგთან ასოცირდება თუ პროცესთან? პროცესთან. დიახ, ანუ რომელი ორი უნდა გამორიცხო ეგრევე? დამორჩილება და დამარცხება. დამორჩილება, დამარცხება და ბარემ განადგურებაც. ანუ პირდაპირ ეხა ეს ძალიან კაი რაღაცა ვთქვი, ეხა პირდაპირ ბებასხვი დაგვრჩა და ამ შემთხვევაში ისე სწორი აღმოჩნდა, ეს დაუგეგმავი ის იყო, რა ქვია,
აღმოჩნდა, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის მინდა გითხრათ, ეს რომ მაგალითად ურთიერთობა თვითონ ხო შედეგზე არ არის ორიენტირებული პროცესია. მე ურთიერთობ შენთან და შენ ურთიერთობ ჩემთან, აქ შედეგზე არ გვეკითხება. როგორც კი ამას მიხვდებით, პირდაპირ ნახე ცოდნის გარეშე, ამას ხო ცოდნა არ უნდა, ამას უნდა ლოგიკა. დამორჩილება, დამარცხება და განადგურება არის უკვე ურთიერთობის შედეგი. ლაშქრობა იქ წარმატებით პროცესია, სიტყვა ჩასაჭირია, წარმატებით ლაშქრება. წარმატებითი ლაშქრეს ნიშნავს, რომ ვილაშქრე, მაგრამ დაგიმორჩილე, იქნებ წავედი უკან. ერთ-ერთი მომენტია ურთიერთობის. ნახეთ, თქვენ ორი რაღაც არ შეგეშალოთ. ერთი, რომ უნდა ამოხვიდეთ კითხვიდან. ნახეთ, ერთია რას გეკითხებიან, ერთია მე გეკითხე მე-20 საუკუნის მე-20 საუკუნეში მომხდარ მოვლენაზე და მეორეა შენ მე-20 საუკუნის მომხდარი მოვლენა საერთოდ ესქენი რა ქვია, დაივიწყე და უბრალოდ ყოველდღიურობაში შენ ვითომ შენ ხარ იმ რეალობაში და შენ უყურებ იმ პროცესს. დაივიწყეთ არსებული კონტექსტი, სადაც მიგიყვანენ ხოლმე და ჩაგაგდებენ იმ მე-20 საუკუნეში, მე-17-ში თუ მე-12-ში თუ ძველი წელთ აღარ ვცხოვრობ 2000 წლის წინ. ამოდით ყოველდღიურობაში, გადმოდით ისევ, სადაც თქვენ ხართ ყოველდღიურ 2025 წელს გადმოდით და იქიდან შეაფასეთ და დაინახავთ, რომ ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის მხოლოდ ბეშია. ეხლა ნახეთ, აი მაგალითად თქვენ შეგხვდებათ რთული კითხვებიც, რომელიც ასე მარტივი არ იქნება ნამდვილად და იქ რა უნდა გააკეთოთ, იცით? პირველი რაც არის განზოგადების შემდეგ, რაც მე თქვენთვის არ მithქვამს, არის ამონაწერის გაკეთება. და ამონაწერი არის შემდეგი სახის. ამონაწერი კეთდება მოვლენებისა და იმის, რა ქვია, წლების. მე ამიტომ გეუბნებით, რომ თქვენ წლები და მოვლენები კარგად ისწავლეთ. როგორც კი ისწავლიდით წლებსა და მოვლენებს, დიაოხს დაწერდით, რომ ეს არის მე-12 საუკუნის სახელმწიფო, პირდაპირ გამოიკვეთებოდა ასურეთი ემთხვევა, ურარტუ ემთხვევა, მიდია არ ემთხვევა, ხეთები არ ემთხვევა. უკვე განადგურებული. დაგრჩათ A და B. ანუ ერთია ეს კომპონენტი, როცა შეგიძლიათ თქვენ ასე გაარჩიოთ რამე, წლებით და მოვლენებით, ცოდნით რაღაცები გამორიცხოთ, ასე რომ ამას მიაქციეთ საკმაოდ დიდი ყურადღება, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, წლები და მოვლენები. თუ იცი, ეს ყოველთვის დაგეხმარება ამ შემთხვევაში. კარგით, გადავიდეთ. შეგვიძლია გამოვითხოთ, რომ მიდიის მეფეები არ ყოფილა საქსე პირველი და კიროს დიდი. ხო, ეგ უკვე ცოდნაა, მარიამ. იმიტომ რომ ეგ ცოდნას ჩვენ ხო იმას ვსწავლობ ტექნიკებს. თქვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, ხანდახან იმდენად ჩავიციკლებით ხოლმე ამ ტექნიკებში, რომ ბავშვებს ალუზია ექნებათ, ყველას გექნებათ ალუზია, რომ ვაიმე, მაშინ რიღასთვის ვსწავლობთ ამ ისტორიას. რა საჭიროა, მაგრამ არა, მეგობრებო, ეგ რო უნდა ისწავლოთ, მაგაზე შევთანხმდეთ. მაგრამ ის რომ თქვენ უშუალოდ ეს ტექნიკები უნდა გამოიყენოთ და ცოდნით დაადასტუროთ, აი გისწავლეთ. ცოდნა და მე რაღაცით დადასტურება კი არა, ლოგიკა და ცოდნით დადასტურება უნდა გამოიყენოთ ყოველთვის. შეაჭრის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლოგიკა უფუნქციოდ უნდა დატოვოთ ამ შემთხვევაშიც. კონკრეტული სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია. ნახეთ, აბა წაიკითხეთ A. უდიდეს როლს თამაშობდნენ დერვიშები, რომლებიც უმაღლეს ფენას წარმოადგენდნენ, დიდ ქონებას ფლობდნენ და ამავე დროს სატრაპიებსაც განაგებდნენ. დიახ, იცი რა მაინტერესებს? აქ ვისი აქცენტი პასუხში გაკეთებული? ხალხზე, დერვიშებზე და რა სახელმწიფოს. დიახ, სწორი შენიშვნა, გადადით შემდეგზე, ეს შეიძლება არ იყოს სწორი, ანუ პირდაპირ არ გამორიცხოთ ასეთ შემთხვევებში, როცა ბევრი შესაძლო ვერსია გაქვთ. B-ში რა წერია? მრავალებას პირადად რას წარმოადგენდა. დიახ, ეს ეხება არმიას და D პასუხი ეხება მიუხედავად მანქებელობის გავრცელებისა, რომლის მთავარი ღვთაებაც მზე იყო, პარალელურად არსებობდა სხვა ადგილობრივი კერპებიც. ეს ეხება რელიგიას. ანუ გამოიკვეთა ხალხები, ენა, მხედრები და რელიგია. ჩვენ ახლა გვეკითხებიან კონკრეტული სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციას.
სახელმწიფოში და როგორ უნდა გაიგოთ ეს? აი ორი სახის კითხვა შეიძლება მოგივიდეთ ამ შემთხვევაში. სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია ან პიროვნების შესახებ ინფორმაცია. ან ხალხი არის არმია. ესე იგი მრავალობას და ჩვენ გვეხება ადამიანებს და რაღაცებს და ჩვენაც გვეხება ხო ისედაც ბუნებრივად უნდა მივხვდეთ. მაგრამ ჩვენ სხვათა შორის ჩვენივე სკოლა, რომელიც 12 წელი გადიხართ და სწავლობდით, ჩვენივე სკოლა სისტემურად გვჩაგრავს და გვართმევს თავისუფალი აზროვნების საშუალებას ხანდახან და გვეუბნება, რომ ასე ჩარჩოში ჩასმული ისწავლე ომების ისტორია და აღმოჩნდება, რომ ომების ისტორიას ისე გავილი მაგალითად თამარის ეპოქაზე, რომ ყოველდღიურობა არ იცი როგორია თამარის და მე ვერ ხვდები ფიზიკურად ვერ აკავშირებ კაცო როგორ შეიძლება ეს თამართან მომხდარიყო და თამარს დაეძინა და ფეხზე მდგა რაღაც ესეთები რა ანუ თამარი ამას რას როგორ გააკეთებდა იმდენად არა გაუცხოებას იწევს ხოლმე ამიტომ ყოველდღიურობის ისტორიით კონტექსტის აღქმა არის უმნიშვნელოვანესი და აქ იქნებოდა სწორი პასუხი რომელი ლოლიტა დიახ, სწორია და მე მგონი ამას არ უნდა შემდგომ მაკა გისმენთ მე-6 კითხვა. გე დადასტურდა, გე არის სწორი. რომელი პოლისის მცხოვრებთა ნაწილს წარმოადგენენ ჰილოტები და პერიეკები? ასეთი ერთპასუხიანი და მარტივი ცარიელი გვერდის კითხვებს ერთი საშიშროება აქვს. ასეთი თუ მოგდით, ძირითადად ჩათვალოთ, რომ ცოდნას გიმოწმებენ. და ასეთი ბევრი არ შეგხვდებათ. 35 კითხვიდან მაქსიმუმ შეგხვდებათ ალბათ 5 კითხვა. მე რაც დავაკვირდი ამ ბოლო 2 წელში 35 კითხვიანებში ასეთი პრინციპით იყო ამ შემთხვევაში მოსული ეს თანაფარდობა. ალბათ წელსაც არ შეცვლიან. არ ვიცი, წელს თუ 35-ვე ასეთი არ მოვიდა, ეგ უკვე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნახოთ. რომელი პოლისის ცხოვრებთან ვიღაც ჰელოტები და პერიეკები, ანუ რაღაცა ორი ტერმინი გვაქვს. დიახ. ათენი და სპარტა იყვნენ, იყო პოლისები. ანუ თქვენთვის ორის ნაცნობი სიტყვა დამისახელეთ პირველ რიგში. ათენი სპარტა. ათენი და სპარტა. ან ათენია სწორი, ან არის სპარტა. ესენი გამორიცხეთ პირდაპირ. აბა რომელია ჰელოტები და პერიეკები ეხა? ჰელოტები და პერიეკები. თუ არ იცით, უნდა მითხრათ. არა. დიახ. სახელწოდებებს. ან 10 ისტორია. ნახეთ. პასუხი იცით ხო თქვენ? ნახეთ, სწორია, არ მინდა მარიამ ამ შემთხვევაში სწორი პასუხი, ჩვენ არ ვარჯიშობთ სწორი პასუხი ვინ მაგაზე. ჰილოტები და პერიეკები. ნახეთ, ათენი როგორი სახელმწიფო იყო მაგა? ქალაქ სახელმწიფო. ხო, აი, მმართველობის ფორმა როგორი გქონდა ათენს? გისმენთ ზურა? ვიღაცამ თქვა მგონი ხო, დემოკრატიული. ნახეთ, ჰილოტები და პერიეკები არის თვითონ ეს ორი სიტყვა იცით რას ნიშნავს? ჰილოტები მონები არიან. არა, ნახეთ, მე რისი თქმა მინდა. დემოკრატიულ სახელმწიფოში არ არსებობს იდეაში ასეა. დემოკრატიულ სახელმწიფოში არ არსებობს ფენა. ხო? დიფერენცირება. და ჰილოტები და პერიეკები დიფერენცირებული სახელები არ არის? ანუ დემოკრატიაში ვერ იქნება დიფერენცირება, ანუ სად იქნება სპარტაში. ნახეთ, თქვენ
ვისაუბრეთ თან, როგორი ვითარებაც იყო. ხო, ეგ მაგას იმის გარდა რომ ცოდნით თქვენ ეს უნდა იცოდეთ და ნუ მით უმეტეს გავიარეთ, ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ და ძალიან დეტალურად ვისაუბრე მახსოვს კი. მაგრამ თქვენ ნახეთ, მე მინდა ყოველთვის ყველაფერში ლოგიკა ვიპოვებთ, იმიტომ რომ თქვენ ერთადერთი ეს გაგიმარტივებთ საქმეს და ნახეთ, ეს სიტყვა დიფერენცირება ათენთან, ანუ დემოკრატიასთან არ დგას ახლოს. რასთან დგას, ეს არის სპარტა. მიხვდით ლოგიკას, რა ალბათ რითი უნდა რაზე უნდა გაგემახვილებინათ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან მარტივად ნებდებით კითხვას. თითქოს წაიკითხავთ, ერთი სული გაქვთ, მოიშოროთ ეს კითხვა და აი ჩქარა და გადავიდეთ დროზე და რაღაცაზე, მაგრამ არა მეგობრებო, რაც მეტჯერ და კარგად გაიაზრებთ კითხვას, მით მეტჯერ და კარგად დავუშვებთ იმის შანსს, რომ ეს პასუხი სწორად გააკეთოთ. ამას არც მეტი და არც ნაკლები ბევრი მოცემულობა ადასტურებს და გთხოვთ ამას მიაქციეთ ძალიან დიდი ყურადღება. კარგი, შემდეგი არის მარიამ ოჩინსკი, გისმენთ მე-7 კითხვა. რა იყო ძველი წელთაღრიცხვის 479 წელს პლატეასთან გამართული ბრძოლის შედეგი? აბა, ეხლა არ დაიწყო რაღაცა ისინი, ახალი თეორიები, რაც გავლილი გვაქვს და ვისწავლეთ, იმით გააკეთებ იმ პრინციპით. ესე იგი, პირდაპირ გვეკითხები ამ ბრძოლის შედეგს. ბრძოლის შედეგს. აი, მოდი, მეტი აღარ განავრცო. ჩვენ გვინდა ბრძოლის შედეგი. პირდაპირ გამარჯვება, დამარცხება, გამარჯვება, დამარცხება. ხო? ორში გვაქვს დამარცხება, ორში გვაქვს გამარჯვება. ამ კონტექსტის გათვალისწინებით ჩვენ რა უნდა ვიცოდეთ? ეხლა ნახე, კიდე ერთი შაბლონური ტექნიკა ხო იცი? ის ილირიელები ნასწავლი გააქვს? არა. ანუ შეიძლება ქსმენია, მეგობრებო, მე ერთი მინდა გაგიმახო, ის რომ თქვენ ქსმენიათ ილირიელებზე, მითანზე და მსგავს სახელებზე, არ ნიშნავს იმათ, ანუ პროგრამული საკითხი ნიშნავს, რომ დეტალებს სწავლობთ თავიდან ბოლომდე, შექმნა, გაძლიერება, განადგურებას მსგავსად. ის რომ ცალკეულ კონტექსტში მითანზე რაღაცა ინფორმაცია გააქვთ, ეს არ ნიშნავს, რომ მას უნდა დაეყრდნოთ. ამიტომ ილირიელებზე თქვენ გაქვთ ყველაზე ნაკლები ინფორმაცია, ხო? და ვინაიდან თქვენ ილირიელებზე გაქვთ ალბათ ყველაზე ნაკლები ინფორმაცია, ერთი რაღაცის მანიშნებელია, რომ ეს უნდა გამოვრიცხოთ. დიახ. ჩვენ გვაქვს 479 წელი, მარიამ. გადაიყვანე საუკუნეებში. როგორც კი კითხვაში წელი მოგივათ, გადაიყვანეთ საუკუნეებში. რატო აკეთებთ ამას? თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ ეს ხო ისედაც ვიცი, მაგრამ არა. როგორც კი მე-5 საუკუნეს დაწერთ, თქვენ თუ ქრონოლოგიური ხაზი ერთხელ მაინც გაგივლიათ, ყველა მოვლენა ამოგიტივტივდებათ პირდაპირ. სხვაგვარად მე-5 საუკუნეზე ვერ ამოტივტივდება თუ ხუთიანი არ დაინახა თვალმა. იმიტომ რომ შეიძლება სახელი მაგალითად მარიამი არ მეცნოს ვიღაცა რომ მკითხო, მარიამს იცნობ? მაგრამ როგორც კი სახეზე დავინახავ, რატო ცნობთ ხოლმე ესევე? იმიტომ რომ თვალს აქვს მეხსიერება. და როგორც თვალს აქვს მეხსიერება და ხუთიანს რო დაინახავს რომაული ციფრით, პირდაპირ ამოაგდებს, რაც კი ოდესმე ერთხელ დაუნახავს, თუნდაც ჩემს ვიზუალურ პრეზენტაციაზე, თქვენს ვიზუალურზე, სადმე ფილმში, მოსმენილი, ეს არის ბუნებრივი რაღაც. ამიტომ თვალის მეხსიერებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ უნდა გამოიყენოთ. შესაბამისად, თუ გამარჯვება გამორიცხე, ამ კონტექსტის გათვალისწინებით ჩვენ ყავს ეხლა კიდე ერთი დაჯგუფება, სპარსელები გვაქვს ორ პასუხში და ილირიელები კიდევ სად გვაქვს? დეში და ეგეც უნდა გამორიცხოთ. всё. ანუ ჩვენ ფაქტობრივად ცოდნის გარეშე ეხლა დავწეროთ რაღაცებს, ვიღაცა რომ მისმენდეს ეხლა, შეიძლება ამბობს რომ ეს ბავშვი ესა რეებს ასწავლის რა. რაში იხდიან ფულს, მაგრამ მეგობრებო, დამიჯერეთ, ეს არის ასე. დაგრჩათ B და G. ანუ ისტორიის გარდა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ესე მგონია ხანდახან, იმიტომ რომ უბრალოდ ისტორიულ თემებს ვეხებით კონკრეტულ მოცემულობით.
სპარსელები ერთგან დამარცხდნენ, ერთგან გაიმარჯვეს, მაგრამ ერთი საინტერესო კიდე ერთი მარტივი ის არის. უნდა გავითვალისწინოთ. არა, წლებამდე ეგ დამხმარე ბონუსი გაქვს, მაგას არ ვიყენებ ჯერ. სანამ მივხვდებით, ჩვენ გვაქვს მაკედონელები. ხო? და მაკედონელები გამორიცხე შენ წეღან. სპარსელებთან. ისა ილირიელებთან და მაკედონელები და სპარსელები და სპარსელები და ბერძნები. მოდი ახლა კონტექსტი გაითვალისწინე. მე-5 საუკუნე, აი აქ უკვე ნახე, მაკედონელები როგორც ასეთი, იქ სადაც ბერძენ სპარსელები გვაქვს ამ შემთხვევაში ჯერ. მე-5 საუკუნეში ჯერ ბერძნები იყვნენ თუ ჯერ სპარსელები იყვნენ, ისა მაკედონელები იყვნენ. ჯერ სპარსელები იყვნენ და მე-4 საუკუნიდან უკვე მაკედონელები. ჯერ ბერძნები და მაკედონელები, ან ბერძნებთა ის რომ დაიშალა, დასუსტდა პელოპონესის ომი რომ მოჩენდეს. მერე უკვე მაკედონელები. ხო, კი ბატონო, აი ეს კონტექსტი მინდოდა, რომელს დაწერდი მოკლედ აქ. ბერძენთა მიერ სპარსელების დამარცხება. დიახ. კარგით. შემდეგი კითხვა მერვეზე გადავდივართ, მარიამ უგრელიძე გისმენთ. აი როგორც ხედავთ თქვენ 8 კითხვა ისე გაიარეთ, რომ ფაქტობრივად ძალიან ცოტა ეპოქას გაცდით და ბევრს არც გაცდენილ ხართ რეალურად. ეს არის რაც მინდა თქვა. გისმენ მარიამ? დიახ, მას რომელი მსჯელობა მართებული ალკიბიადეს შესახებ, ანუ პიროვნების შესახებ მსჯელობა რომელია მართებული. შეიმუშავა ატიკაში შეჭრის გეგმა, თუმცა ბრძოლის ველზე განცდილი მარცხის გამო დააპატიმრეს, შეძლო სამყოფილიდან გაქცევა და თავი კორინთოს შეაფარა. დიახ. შეიძლება ჯერ ყოველდღე წავიკითხო. არა, არ შეიძლება. ჯერ უნდა დაადასტურო აპასუხი პიროვნებას რამდენად ეხება, ანუ ჩვენ გვაქვს მართებული მსჯელობა ვიღაც პიროვნებაზე. ამ პიროვნებამ რაღაც გეგმა შეიმუშავა, მერე დაამარცხდა და დააპატიმრეს. გაიქცა და შეაფარა თავი. გეგმა, დაპატიმრება, გაქცევა და თავის შეფარება. ნუ მთელი ისტორიაა მოკლედ მოყოლილი. B პასუხში რა წერია? პელოპონესის ომის დროს ათენის ფლოტის სარდალი იყო, თუმცა პერიკლესთან პირადი კონფლიქტის გამო ქალაქი დატოვა და სპარსეთში გაიხიზნა. ანუ B პასუხში არის, რომ ეს პიროვნება იყო სარდალი, შემდეგ მეორე პიროვნებასთან მოვიდა უთანხმოება და ამის გამო დატოვა ქალაქი. გაიქცა. ეხლა ნახე, თვითონ ალკიბიადე სადაური იყო, იცი? ათენი. კარგი. გეზე გადავიდეთ. მისი ინიციატივით ათენელებმა ექსპედიცია გაგზავნეს სიცილიაზე, თუმცა თავად მას ცილი დასწამეს და იძულებული გახდა სპარტაში გაქცეულიყო. ანუ ნახე უკვე ეს როგორც კი მიხვდებით მეგობრებო, რომ თქვენს პასუხებში კოდურად ერთი და იგივე კონტექსტ შინაარსი გამოიკვეთა, ნახე, კორინთოს თავი გაიქცა, ესე იგი, გაქცევა არის სამი პასუხის ბოლო პუნქტი. გაქცევა და თავის შეფარება, გახიზნა და გაქცევა. ანუ გაქცევა, გახიზნა და გაქცევა. ანუ ამ სამ პასუხში და აქაც გაქცევაზე არის საუბარი. ანუ 4-ვე პასუხში არის გაქცევაზე საუბარი ძირითადად და ეხა კონტექსტი გამოვკვეთოთ. ვიღაც პიროვნება ყავს და ერთ შემთხვევაში გარბის სპარსეთში, მეორე შემთხვევაში ეს მოდი სხვა ფერით იყოს, რომ უფრო ნათლად დაინახოთ. ერთ შემთხვევაში სპარსეთში გარბის, მეორე შემთხვევაში სპარტაში გარბის, მესამე შემთხვევაში იტალია და მეოთხე შემთხვევაში კორინთო. ეხა მითხარი, რომელი სიტყვები არის შაბლონურად გამოსარიცხი? იტალია, დიახ, პირველი და კორინთო. სწორია. მე მგონი გაიგეთ. დაგჭა B და G. დიახ. და რა ხდება? მას
მოდი ჯერ ცოდნა არ გამოიყენო, ისევ ლოგიკას მიყევი, სადამდე გაქაჩავს შენი ლოგიკა, ეგ მაინტერესებს. კარგი, პასუხში მას სარდალი იყო, მაგრამ მეორე ადამიანთან მოვიდა უთანხმოება და ამის გამო დატოვა ქალაქი, კონფლიქტის გამო დატოვა ქალაქი და მეორეში არის, რომ მისი ინიციატივით ექსპედიცია გაიგზავნა, მაგრამ მას ცილი დასწამის და იძულებული გახდა. პასუხში, რომ მოსულოდა კონფლიქტს შეიძლება კონფლიქტი მოსულდა, მაგრამ ამის გამო ქალაქის დატოვება ცოტა ისეთი არის და ჩემი აზრით პასუხი იქნება სწორი, იმიტომ რომ როდესაც ცილს გწამებენ და შეიძლება იძულებული გახდე და წახვიდე ამის გამო და დატოვო ქალაქი. ნახე, მოდი ცოტა დავუფიქრდეთ. ომის დროს სარდალი იყო და ომის დროს იყო სარდალი და ვიღაცასთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა და გაიხიზნე და ექსპედიციაზე გაგზავნეს და ცილი დაგწამეს. ანუ შენ წასული ხარ სადღაც და იქ დაგწამეს ცილი და ერთ შემთხვევაში ომში იყავის შენ სახლშივე და მერე გაიქეცი ქალაქიდან. აქ არის ორი კონტექსტი გამოსაკვეთი კიდევ. პიროვნების მოცემულობა ჩვენ შემთხვევაში გვაქვს გახიზვნა და მეორე შემთხვევაში არის გაქცევა. ეხლა ნახე, თუ თვითონ ალკიბიადე მინიმალური ცოდნით ის ხო მაინც უნდა იცოდე, ალკიბიადე რო სპარსელი არ არის, ეს ხო სახელზე ვემეტყველებს. ანუ სპარსელი არასპარსელი სპარსეთში გაიქცევა პირდაპირ მოცემულობით. ანუ შენ გაიქცე საკუთარი მტრის ქვეყანაში, რომელიც ძალიან ზოგადი ცოდნაა უკვე, ხო? აი ეს არის ყველაზე ისეთი. ნუ აქ რო გეზ დაწერით, ამაში ორი აზრი არ მეპარება, მაგრამ ლოგიკურად აი ამის გამოკვეთაც შეგიძლიათ და გარდა ამისა, რაც ჩვენ შეიძლება გამოვკვეთოთ, ხო? ის რასაც ამბობ, კონფლიქტის გამო ქალაქი დატოვო და საკუთარი შინაომების ქალაქი დატოვო, თითქოს ისია ლოგიკურად შედგენილი, რომ მოღალატე გამოვიდა ფაქტობრივად ეს პიროვნება და აქ იძულებული ხდები, რომ კონკრეტულად სხვა სახელმწიფოში გაიქცე. აი აქ ცოტა რთულია აი ამ ზოგადი ქვეტექსტის დადგენა, მაგრამ აქ მისი ინიციატივით შენ უკვე წასული ერთადერთი რასაც შეიძლება დაეყრდნოთ არის ის, რომ შენ უკვე წასული ხარ და ცილს რომ დაგწამებენ, სახლში აღარ ბრუნდები, მით უმეტეს თუ შენს წინ აღდგ არის მთელი ამბები მიმართული და ბეში ბუნებრივი მოცემულობით მირბიხარ ქალაქიდან, მაგრამ მირბიხარ მტრის ქვეყანაში, აი ეგაა უკვე ალოგიკურობა, რასაც შეგიძლიათ არ დაეყრდნოთ. ხო კი არის სწორი პასუხი. დიახ. აბა გადავიდეთ მე-9-ზე, ნინო გუგეშიძე, წაიკითხეთ ნინო თქვენ თუ არა. მაშინ თუ წაიკითხეთ აღარ მინდა, მოდი ისინი ჩავრთოთ, ვინცაც არ წაუკითხავს, ნინო კიკნაძე. დიახ, არ წამიკითხავს. მე-9 ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფოს დაშლის შემდეგ სად დამკვიდრდა ერთ-ერთი დიადოქოსი პტოლემაიოსი. ანუ ალექსანდრე მაკედონელზეა საუბარი, რომელს გარდაცვალებს არის სახელმწიფოს დაშლის შემდეგ. ანუ ვიღაც პიროვნება გარდაიცვალა და მისი მემკვიდრე სად დამკვიდრდა. ხო? პტოლემაიოსი ქვია მემკვიდრეს, ჩვენ გვაქვს. ეხლა კონტექსტი უნდა განსაზღვროთ ესა ნინო. დიახ. ალექსანდრეს მოცემულობით ალექსანდრეს დროს რომელი სახელმწიფო არ იქნებოდა. მოდი ჯერ მითხარით სადმე თუ დამკვიდრდები. აი მესოპოტამია ესეთი კონტექსტი სახელი არსებობს, მაგრამ სახელმწიფო გამოსარიცხი არის. ნახე, აქ არის ორი მოცემულობა. პართია არის გეოგრაფიულად მოცემული თუ სახელმწიფოებრივად მოცემული? ნახე, პართია და ეგვიპტე სახელმწიფოებია. დიახ. მესოპოტამია და ფრიგია უნდა გამოირიცხოს? არა, ერთი წუთით. არა? ჯერ არ მინდა გამორიცხვა, ჯერ ვსჯელობთ.
ესე მარტივად გამორიცხვაზე ეცადეთ რომ გამორიცხვა იყოს ყველაზე ბოლოს. ჯერ მსჯელობა ყველა კონტექსტის გათვალისწინებით. პართია და ეგვიპტეს სახელმწიფოებია, მესოპოტამია და ფრიგია არის გეოგრაფია. ამიტომ რომელს გამორიცხავთ? იმ ორს რომელიც არ არის სახელმწიფო არა? დიახ, იმიტომ რომ დამკვიდრება ძირითადად უფრო სახელმწიფოში უნდა ანუ გამოირიცხა B ფრიგია, დიახ. და D. B და D. და ამ კონტექსტის გათვალისწინებით ჩვენ უკვე გვრჩება ორი სახელმწიფო, პართია და ეგვიპტე და პართია მაკედონელის სახელმწიფოში იყო როგორც ასეთი. არა. იმიტომ რომ პართები უფრო იყვნენ რომელ სახელმწიფოსთან, ჯერ არ გისწავლიათ, მაგრამ როცა ისწავლით, თქვენ კი ისწავლეთ პრინციპში, ეს არის რომი და ერთ-ერთი ყველაზე უკიდურესი. ამიტომ აქ რომელს წერდით? აი ეს არის ალბათ ის მინიმალური, რომელსაც დაეყრდნობოდით და უშუალოდ ლოგიკას და მე აქ უკვე ცოდნა გჭირდებათ, აქ პართია იქნებოდა გამოსარიცხი ასევე და დარჩებოდა. და კიდე რა არის, იცით მეგობრებო? პასუხი პართია, როცა საერთოდ პართიის სამეფოს ისწავლით, პართიაზე სწავლოთ მინიმალურ ინფორმაციას. ასე რომ ესეც შეიძლება შაბლონით გამორიცხოთ პასუხი. აი მე ეხა ამაზე თავს ვერ დავდებ, რომ ეს ნამდვილად ასეა, ჯერ მე კიდევ დაკვირვების პროცესი, იმიტომ რომ ჩემი შაბლონური ტექნიკა ყოველ წელს ახალ რაღაცებს შეემატება ხოლმე, იმიტომ რომ მე ხო ვაკვირდები ტესტების მოცემულობას და მე მაინც გაგიზიარებთ ამ იდეას. ჩემი აზრით ის პასუხების გამოსარიცხია, რომელიც კონტექსტთან მიმართებაში ყველაზე ნაკლები ინფორმაცია შეიცავს. იმიტომ რომ ყველაზე ნაკლები ინფორმაციას რაზეც სწავლობთ, ძირითადად ის პასუხები არის გამოსარიცხი ხოლმე. ამიტომ ამას დააკვირდით. ყველაზე ნაკლები ინფორმაციას წიგნებში რაზეც ხვდებით, იმაზე ყველაზე იშვიათად გეკითხებიან ხოლმე რაღაცებს და ამ კონტექსტის გათვალისწინებით მინდა რომ ამაზე გაამახვილოთ ყურადღება. შემდეგი ჯაბა არის, გისმენთ ჯაბა? მეათე კითხვა. კარგი, ჯაბას. გამარჯობა, გისმენთ? რომელი ინფორმაცია მართებული ქუჯის შესახებ? ანუ აქ არის უკვე ქუჯიზე საუბარი. ქუჯი არის კონკრეტული პიროვნება, ანუ ამისი განზოგადების შედეგად ჩვენ ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ, რომ ჩვენ გვეკითხებიან პიროვნების შესახებ ინფორმაციას. ვიღაც ქუჯიზე. ეხლა მოდი მიყევი პასუხებს და სათითაოდ ლოგიკურად განვაზოგადოთ. აბა გისმენთ. მესხეთის, ანუ სამხრეთ საქართველოს გამგებელი იყო, რომელმაც მხარი დაუჭირა ფარნავაზის აჯანყების აზონის წინააღმდეგ. ანუ ეს არის ვიღაც გამგებელი, რომელიც ვიღაცა სხვას უჭერს აჯანყებაში მხარს. მერე, ესე იგი მამასახლისია, ბოდიშით, არა, მამასახლისი არ არის. გამგებელია B-შიც, A-შიც არის გამგებელი. აი, იცი რა არის, როცა დიდი პასუხებია, თქვენ რო აზროვნება გაგმარტივდეთ, ასეთი რაღაც გააკეთეთ ხოლმე, რასაც ახლა მე ვაკეთებ. ესა დააჯგუფეთ ერთი და იგივე შინაარსის პასუხები. გამგებელი თუ მით უმეტეს არის. A-ში გამგებელია, B-შიც გამგებელია, D-ში იყოს პასპეტი. ხო? და D-ში არის მმართველი. ეხლა დააკვირდით, აი ამ პასუხებიდან პირდაპირ გამოიკვეთა ერთი კონტექსტი. რა კონტექსტია ჯაბა ეს, მაგალითად, რომელ ორს გამორიცხავდი აუცილებლად? დიახ, რატო? ახლა ლოგიკა გეუბნება ინფორმაცია, რომელი ინფორმაცია მართებულიოდა, ანუ გამგებელი. არა, მაგას თავიდანებე. კითხვა არის კონკრეტულად პიროვნების შესახებ ინფორმაცია.
A და B-ში არის გამგებელი ორივე და რომელი გამგებელი უფროა? ლოგიკურად ხო ვერ დაადგენ. იქაც გამგებელია, აქაც გამგებელი. ანუ მე ცოდნას არ ვეხები. ცოდნით შეიძლება ვიცოდეთ და ვთქვათ, რომ მესხეთის გამგებელია და დავადასტუროთ. მაგრამ ლოგიკურად თუ ორივეში გამგებელი ხარ, რომელიც გამგებელია, სწორი ვერ გაიგებ. ამიტომ A და B-ს გამოვრიცხავდით ამ ლოგიკით. დაგრჩებოდა სპასპეტი და მმართველი. ეხლა ნახე, ქუჯია ვიღაც პიროვნება და G-ში წერია ჯერ იყო ვიღაცის თანამებრძოლი და გამარჯვების შემდეგ გახდა სპასპეტი და D-ში წერია რომ პირდაპირ ხარ მმართველი, რომელიც ეხმარები ფარნავაზს. კიდე ერთი დეტალი გამოიკვეთა, ფარნავაზი ფიგურირებს სამ პასუხში. ეს რისი ნიშანია თუ მიხვდებით? რა სამში? 4-ში. ყველგან არის ფარნავაზი. რომ ფარნავაზი, ესე იგი 4-ვე პასუხში რადგან წერია, ესე იგი არის ყველაზე სწორი სიტყვა. და ნახეთ, ფარნავაზის თანამებრძოლი იყო და კიდევ ერთი დეტალია გამოსაკვეთი, შაბლონური დაჯგუფების პრინციპით, რომ ჩვენ ყავს აზონი ყავს სამ პასუხში გამოყვანილი. ნახე, G-ში და D-შიც არის აზონი. ამ შემთხვევაში. და ორ მოცემულობას და თითქმის ყველგან ფარნავაზი ებრძვის აზონს. ეხლა ვნახოთ, ქუჯის პიროვნებაზე რომ ვისაუბროთ. ქუჯის პიროვნება რომელ კონტექსტში პასუხში უფრო იკვეთება ჯაბა? იქ როცა შენ ხარ ეგრისის მმართველი და ფარნავაზს ეხმარები, თუ იქ როცა უბრალოდ თანამებრძოლი ხარ. აი, ისტორია თანამებრძოლზე რატომ უნდა გეკითხებოდეს რამეს? სწორია. ეგ პასუხი და იმის გარდა რომ A პასუხი, G პასუხის პირველი პუნქტი თანამებრძოლზე არის დასმული მიუხედავად იმისა, რომ ქართლის სპასპეტი უკვე სერიოზული ფიგურაა, აქ პუნქტებად რომ დავყოთ G პასუხის პირველი პუნქტი ამ შემთხვევაში არის არასწორი, ალოგიკური და D იქნებოდა აქ დარჩენილი. თუ მიხვდით რა გავაკეთე და რა გავაკეთეთ ახლა? დასკვნას რომელი იყო სწორი პასუხი და ცოტა გაურკვეველიც იყო და G და D-ს შორის იყოს განსხვავება ის რომ ანუ თანამებრძოლი იყო და აქ თან მმართველი იყო და ფარნავაზს დაეხმარა აზონის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესე იგი თანამებრძოლი იყო და მერე სპასპეტი გახდა და მე აქ წერია უშუალოდ ის რა ქვია მართველი იყო ეგრისის, ანუ დასავლეთ საქართველოს ამ შემთხვევაში და ფარნავაზს დაეხმარა აზონის წინააღმდეგ. თვითონ ეს მოცემულობა თან ისეთი კითხვა ჯერ ერთი რომ ეხა ქუჯიზე მეც რომ და ჩვენც რომ არ ვისწავლოთ, მე მგონი ყველგან ამაზე საუბრობთ და ძალიან მარტივი კონტექსტის გამოსაკვეთი იყო კითხვა. კარგი, გადავიდეთ, შემდეგი არის სოფო, ისა საბა, გისმენთ საბა? არაპროგრამული ისტორია. ლოგიკურად ვერ მიყვები საქმეც მაგაშია. თლად მასეც არ არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენ ყავს ძველი რომის უკანასკნელი მეფე გამოსაკვეთი, მუციუს, ესე იგი, სცევოლა, ვინც გამორიცხეთ სწორი მიმართება
და გვჩება ნუმა პომპილიუსი, აი პიროსზე თუ გაქვს რაიმე მსგავსი ინფორმაცია. აი პიროსი შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ ალოგიკურ პასუხად, იმიტომ რომ პროგრამულად ესე ზედაპირულად შეიძლება შეეხოთ პიროს და დაგვრჩა ნუმა პომპილიუსი და ტარკვინიუს სუპერბუსი. აქ არის როცა უკვე ისწავლით ან ნასწავლი გექნებათ ეს ინფორმაცია, იქ უკვე ცხადად გონება გეტყვით, რომ ნუმა პომპილიუსი იყო რომის მეორე მეფე, ტარკვინიუს სუპერბუსი იყო რომის ბოლო მეფე და ძველი რომის უკანასკნელი მეფე იქნებოდა ტარკვინიუსი. აქ უკვე ის არის ცოდნა მინიმალურად გამოსაყენებელი. კარგით, ვინ დაგვრჩა, გადავიდეთ ქეთევან ბერიძეზე. ბარემ ყველას ერთხელ გაგაკეთებინებთ და მე უკვე შევწყვიტოთ ეს გარჩევა. შემიძლია განვაგრძო მეგობრებო, ერთი პირობა გექნებათ იმას გეტყვით მე. დიახ, გისმენთ. რომელი ინფორმაცია მართებული სპარტაკის შესახებ? გვეკითხებიან ინფორმაციას პიროვნების შესახებ. პიროვნების შესახებ. რომის ისტორიაში მონათა ყველაზე დიდ აჯანყებას ხელმძღვანელობდა? ეხლა სპარტაკი მე მგონი პირდაპირ გეცოდინებათ ვინაა, მაგრამ მოდი მაინც მივყვეთ. ვიღაც პიროვნებაზე გვინდა ინფორმაცია. ყველაზე დიდ აჯანყებას ხელმძღვანელობდა. ყველაზე ცნობილი, ყველაზე ლამაზი და ასე ესე იგი, ყველაზე ცნობილი მერე პირველი სახალხო ტრიბუნი და ერთადერთი პლებე, რომელიც კონსული გახდა. ესე იგი, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ სპარტაკზე? ხო, ეს კითხვა თუ მოგივიდათ, ეხლა არ ვიცი, ესეთი თქვენ ვინც ჩემი აბიტურიენტები ხართ და წერთ ტესტებს, მე მგონი ხვდებით რამდენად მარტივ ტესტთან გაქვთ გექნებათ მომავალში ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩემი ტესტები არის ბევრად უფრო რთული. ეს ამოცემულობასთან არის რაღაცა როგორ? ხო, აგერ იმიტომ რომ ზოგადად რაღაცა ტკბილი კამფეტი ეჩვენებათ ხოლმე ამ ეროვნული ტესტები რო გამოდიან და მე სკრინის მაქვს ხათი შორის ამდენიმე წინა წელს მოვძებნი შალვა პირველი რაც გამოვიდა და ჩატში დაწერა ჩემმა მოსწავლემ შალვას ტესტები უფრო მარტივი იყო, რთული იყო და ეს იყო გამხნევება ერთგვარი მეორე ვარიანტელებისთვის, ასე რომ ამ იმედით შეგიძლიათ იყოთ აქ. თქვენ გაქვთ უკვე ორ ტესტთან ასეთი შეხება. ყველაზე დიდ აჯანყებას ხელმძღვანელობდა, მაგრამ მაინც მივყვეთ ერთ ლოგიკურ მოცემულობას. ერთადერთი პლებე იყო რომის ისტორიაში. ჩვენ გვაქვს ორი რომის ისტორია და გვაქვს უშუალოდ რომის სამხედრო ფლოტი და პირველი ნახე ა და დ პასუხში ჩვენ გვაქვს ეს ძალიან მაგარი რაღაც არის და მინდა კარგად დაიმახსოვროთ, რომ როცა თქვენ აჯგუფებთ პასუხებს, განსხვავებას მხოლოდ მაშინ ხვდებით. სხვანაირად განსხვავებას ვერ გაიგებთ პასუხებს შორის. A-შიც და D-შიც რომის ისტორიაშია ყველაზე ცნობილი ეს პიროვნება. რომის ისტორია ის კი არ არის რაღაცა. და B-ში და G-ში რომის რესპუბლიკის ისტორიაში გვაქვს. მაგალითად და აქ წერია ზოგადად რომის სამხედრო მეთაური. ეხლა ნახეთ, კითხვა ისმება, რომელი კონტექსტი უფრო გვაწყობს ჩვენ, რომის ისტორია საერთოდ, რომის რესპუბლიკის ისტორია უფრო სეგმენტური ნაწილი, თუ კონკრეტულად სამხედრო ფლოტის მოცემულობით. გასაკვირველია აქ რომის ისტორიას დავაყრდნობით და ბედაგეს გამოვრიცხავდით, იმიტომ რომ ჩვენი ლოგიკური ანალიტიკა
ძირითადად ეს ისტორია ხო ცნობილ პიროვნებები რაღაც ცნობილზე არ გვეკითხებიან და რაღაც ცნობილს არ გვიმოწმებენ ძირითად შემთხვევაში ხა უცნობს და ჩინეთზე და რაღაცა რომელიც არასდროს არ გამოგვადგება ყოველდღიურობაში ისტორიულად რომს უფრო შევეხებით იმიტომ რომ ის წარსულში სოფლიო კონტექსტს ერგება ხოლმე ამ შემთხვევაში რომის ისტორიაში გვაქვს ყველაზე დიდი აჯანყების მონათა ხელმძღვანელი და მერე გვაქვს ერთადერთი პლებე თქვენ როგორც კი ამ ინფორმაციას ისწავლეთ ამას ესევე მიხვდებით რომ დ პასუხი გამოსარიცხი იქნება და გარდა ამისა სპარტაკის ფენომენი თვითონ ახლა ალბათ ყველასთვის ცნობილი იქნება და აქ პასუხს დავწერდით გადავიდეთ ანჟელაზე მადლობა კეთევან შემდეგი არის მე-13 კითხვა რომელი ინფორმაცია მართებული ქართლის მეფის ფარსმაქველის შესახებ აქაც ნახეთ პიროვნების შესახებ ინფორმაცია და როგორც ხვდებით სულ კონკრეტულად პიროვნების შესახებ რომელია მართებული სულ სააზროვნო კითხვები მოდის სამსჯელო კითხვები მოდის ძირითადად აბა აღმოსავლეთის პროვინციის რაიონი თავისთან იხმოდა მეფეს მალევე ეახლა ესე იგი ვიღაც იმპერატორთან მივიდა ჩავიდა რომში ესე იგი კლავდიუსის მიწვევით ამან მიწვევაზე უარი თქვა და თავისთან მიიწვია აბა რა გამოიკვეთა აი ამ დაჯგუფებით პირველადი დაჯგუფებით რა გამოიკვეთა რომ B და D პასუხში ვიღაცამ მიიწვია ხო? კი, პიროვნებაზე. კონკრეტულ პიროვნებას, ანუ ვიღაცა იმპერატორებმა მიიწვიეს B და D პასუხში, G-ში უარი თქვა წასვლაზე და A-ში თავისთან იხმოვდა მეფეც მალევე ეახლა. ანუ თავისთან იხმო იგივე მიწვევაა პრინციპში. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცხადად გამოკვეთილი რაც ჩვენ უნდა გამოვკვეთოთ ახლა დაჯგუფების მეთოდით ესე იგი D-ში წერია რომ იმპერატორმა ადრიანე მიიწვია და მეფე არ ეახლა ნახე კიდე მეორე კონტექსტია გამოსაკვეთი უარი შეუთვალა არ ეახლა რომში ჩავიდა ესე იგი სადაც ანუ აქ რომში ჩავიდა და A-ში წერია რომ მალევე ეახლა. აბა კიდე რა კონტექსტი გამოიკვეთა ამ შემთხვევაში აქ? ანუ G და D-ში წერია რომ უარი შეუთვალა და არ ეახლა და B და A-ში წერია რომ ჩავიდა. ხო? ანუ გამოვიდა რომ მიწვევაზე უარი შეუთვალა ორ შემთხვევაში და მიწვევაზე ჩავიდა ორ შემთხვევაში კიდევ. კიდევ ახლა დავადეთ, ანუ რამდენჯერაც გადახვალთ და დააჯგუფებთ, მით უფრო მარტივდება აღქმა, მიხვდით? ახლა ჯერ ერთი კონტექსტი გამოკვეთე. მიწვევა გამოკვეთე 4-ვეში. მერე მეორე კონტექსტი გამოკვეთე. ჩავიდა არ ჩასვლა გამოკვეთე. როგორც კი ამას ხარისხობრივად დაალაგებთ, პირდაპირ გამოიკვეთება ლოგიკური პასუხი. ეს არის პუნქტობრივი შედარების შაბლონი. გამოიყენეთ რამდენჯერაც გინდათ. ეს ყველგან უნდა გამოიყენოთ, მით უმეტეს დიდ კითხვიან პასუხიან კითხვებში ყოველთვის ეს უნდა გამოიყენოთ. შემდგომ თვითონ ფარსმანზე თუ არ ვიცით არაფერი ხო, მით უმეტეს ვერ გავიგებთ, ჩავიდა თუ არ ჩავიდა, მაგრამ მოდი ახლა მივყვეთ. ერთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პატივით მიიღეს, აი აქ კიდე ხა სხვა ფერით რომ პატივით მიიღეს. G-ში გვაქვს საჩუქრები გაუგზავნა. D-ში გვაქვს უბრალოდ რომ არ წავიდა, მეტი დეტალი არ გვაქვს
და A-ში გვაქვს რომ უბრალოდ რომ წავიდა. ერთი რაღაცის გამოკვეთა მინდა. ახლა ტრაიანე, კლავდიუსი, ვესპასიანე და ადრიანე. თქვენ როცა რომის იმპერიას გაივლით, მინიმუმ უკვე კონტექსტი გეცოდინებათ, რომელი იმპერატორი როდის იყო. და ამისთვის საჭიროდ მაინც და მაინც ის კი არ არის მეგობრებო, რომ მთელი ისტორია იცოდეთ. ამისთვის საჭირო რა არის, რასაც მე ვაკეთებ, მაგალითად უკვე ბოლოს ამი გაკვეთილია ქრონოლოგიური ხაზი. მე რატო გამოვყავი სულ თავიდან, გახსოვთ, ქრონოლოგიური ხაზი არის ის მიმდინარეობა, რომელიც აი ამ შაბლონებში გაკეთებაში გეხმარებათ. ამიტომ რაც უფრო კარგად გეცოდინებათ ქრონოლოგიური ხაზი, მით მეტი შანსია, რომ თითქმის ცოდნის გარეშე გახვიდეთ წინ. და როგორც კი ეგ გეცოდინებათ, პირდაპირ მიხვდებით, რომ ფარსმანქველი სხვა ეპოქაა და მაგალითად ტრაიანე სხვა ეპოქაა. ან კლავდიუსი სხვა ეპოქაა. ან ვესპასიანე სხვა. აი კონტრასტი პირდაპირ გამოიკვეთება და აღმოჩნდება, რომ A-ც, B-ც და G-ც უბრალოდ არ ემთხვევა ამოცემულობას. მაგრამ მოდი ახლა ერთი დეტალი გამოვკვეთოთ. B-ში გვაქვს ჩასვლა, G-ში გვაქვს არ ჩასვლა და ამ B და G-ში გვაქვს ჯერ ერთი რომ გამომრიცხავი ურთიერთსაპირისპირო და მეორეში B და G პასუხში თუ დაუკვირდებით, გვაქვს მხოლოდ ორ პასუხში გვაქვს მეტი დეტალი. იმიტომ რომ A-შიც და D-შიც უბრალოდ წერია ერთში შევიდა რომ ჩავიდა, მეორეში წერია რომ არ ჩავიდა. ხო? და B-ში და G-შიც ასევე ჩასვლა არ ჩასვლა გვაქვს თან დეტალებით. რა დეტალებს უნდა დაეყრდნოთ თქვენ რომ ეხა პასუხი გაიგოთ, ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ არ იცით რეალურად. ამიტომ აი ამ კონტექსტში თუ მივალთ და მივყვებით, უნდა გავითვალისწინოთ სხვა ფენომენი. რა არის ეს ფენომენი? ფარსმანქველი. ქველი რას ნიშნავს? ბრძენი, უდრეკი, რა ვიცი, ანუ ძლიერთან რო დავაკავშიროთ ყოველ შემთხვევაში. თუ ჩვენ კითხვაში გვაქვს ძლიერი, ხო, თუ ჩვენ კითხვაში გვაქვს ძლიერი მეფე, ეხა ამ ლოგიკას გაყევით და აგეთ პასუხი. ვიღაცის დაკრულზე მოდი უხეშად ვთქვათ, ვიღაცის დაკრულზე რომ მიდიხარ, ეს სიძლიერის ნიშანია თუ არ არის სიძლიერის ნიშანი? ანუ თუ მიდიხარ, არ არის სიძლიერის ნიშანი, ანუ ქველი აღარ ხარ. შესაბამისად, A პასუხი არ არის სწორი, B პასუხი არ არის სწორი. უი, ნახე. უფრო მლიქვნელი ხარ თუ მიდიხარ. დიახ. როგორ შეიცვალა რეალობა? დაგრჩათ, რომ უარი შეუთვალა და არ ეახლა. უარის შეთვლა კიდევ ნიშნავს, რომ პატივს სცემ და არ ეახლო, ანუ ძაღლადაც არ ჩაახდე ისეთი რაღაც არის. და რომელია სწორი? D პასუხი გამოვიდა. D პასუხი გამოვიდა, იმიტომ რომ საჩუქრებიც კი არ უნდა გაუგზავნოს თუ ქველი ხარ, ამიტომ D იქნებოდა სწორი ამ ლოგიკით. ეს არ ვიცი ხა საიდან მომაფიქრდა, მაგრამ ჩემი რაღაცების გასამართლებლად რომ ეს შაბლონები ჭრის, აგერ კიდევ დაგიდასტურეთ, რომ თურმე ყოველგვარი ცოდნის გარეშე თუ ფონეტიკურად სიტყვის შინაარს, ანუ რას, ქველს მაგალითად ჩაუღრმავდებით და მას კონოტაციას აი განმარტავთ, ქველი რა არის და ამაზე ააგეთ მთელი ლოგიკა. აღმოჩნდა, რომ მთელი პასუხის კოდი ამაზე იყო დაფუძნებული. და მიხვედით თქვენ არ ეახლაზე, ანუ D პასუხზე. კარგით. შემდეგი მე ვიცი რომ დაიღალეთ, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა რომ თქვენ ეს ტექნიკები დახვეწოთ და დაგვრჩა ვინ არ ყოფილა ეკატერინე ქათამაძე. რომელი ქართული ტაძრის კედელზეა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი უძველესი ასომთავრული წარწერა ირანის შაჰის პაიროზის მოხსენიებით. ნუ ჩვენ ვეძებთ ტაძარს, რომლის კედელზეც რაღაცა წარწერაა.
ისიც ასომთავრული. ატენის, ბოლნისის, გერგეტის და დმანისის. მოდი ჯერ მივყვეთ დმანისის ტაძარი თუ ხსმენია ესეთი. მოდი, ერთი რაღაც მინდა. პირველი კითხვა რაც უნდა დავსვათ, ასომთავრული ყველაზე ძველი ამბანია თუ ყველაზე ახალი? ძველი. ყველაზე ძველი. ანუ თუ ყველაზე ძველია, მაგ კონტექსტს გავყვეთ. ატენი, ბოლნისი, გერგეტი, დმანისი. ეხლა დმანისი ზეზოადამზია ძალიან ძველია. თუ მაგას გაყვები, მაგრამ დმანისი ნუ ტაძარიც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასომთავრული წარწერები, მოდი პირდაპირ ვთქვათ, როდის შეიძლება გაჩენილიყო ასომთავრული ამბანი? ნახე, ჩვენ როცა ქრონოლოგიას გაივლით, ერთი ნიშანი გვაქვს დაგვიწერეს თვითონ. შაჰი პეროზი. შაჰი პეროზი არის ის ქრონოლოგიური წლის მოვლენა, რომელიცაც თქვენ უნდა კონტექსტი განსაზღვროთ, რა ეპოქაში ტრიალებთ და შაჰი პეროზი დიახ მეხუთე საუკუნე არ არის? მეხუთე საუკუნეა, კი ბატონო, ეს არის, ნუ ქართულში თუ გაიარეთ ესა რა ქვია, შუშანიკის წამება მან კონტექსტში მოხსენიებული იქნებოდა. მეხუთე საუკუნის წარწერა. ეხლა აქ უნდა იცოდეთ უკვე შემდგომი კონტექსტი, რომელი ტაძარია მეხუთე საუკუნის. და მე მგონი ეს ნახე ზოგადად ასეთი კითხვები არ მოდის, მაგრამ ნახე წინა წელს მოსულია. და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მსგავსი კითხვა მოგივათ, ისეთი ცნობილი იქნება ეს ტაძარი, რომ შეუძლებელია რომ არ იცოდეთ. მინიმალურ დონეზე ძალიან ისეთი კითხვა იქნება თუ ტაძარზე, იმიტომ რომ ზოგადად არ ეკითხებიან ხოლმე. ამიტომ აქ ბოლნისია მეხუთე საუკუნე, ძირითადად რაც ალბათ ასომთავრულთან არის დაკავშირებული და მაგ კონტექსტს გაყვებოდით. აქ უფრო მეტი ცოდნა გჭირდებოდათ სამწუხაროდ ვიდრე ის, მაგრამ ერთადერთი დამაკავშირებელი იყო ამ შემთხვევაში პეროზი. ანანო რაღაცას მიხვდა მეგობრებო, მგონი აბა ისმენ. ანუ ლოგიკურად ისეთ შეიძლება რომ რადგან ვიცით რომ პეროსი იყო შუშანიკის დროს და მას ვარქსეპიდიახთან ჰქონდა ურთიერთობა და ვარქსეპიდიახში მმართველობდა დაახლოებით ანუ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, ქვემო ქართლში კიდე ბოლნისი არის. ნუ ამას ძალიან გაეხსნა მეგობრებო, ჩვენზე წინ წავიდა ამ შემთხვევაში. მე მაგას 100 წელი ვერ მოვიფიქრებდი, ასე რომ აგერ ანანოს შეგიძლიათ ამ ახალ შაბლონს დავარქვათ პარალელური მეხსიერება სხვა საგნობრივი კომპეტენციებიდან, რა ვიცი, ქართული და ასე შემდეგ თუ რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ და იქნებოდა ამ შემთხვევაში აქ ბოლნისი. ძალიან კარგი ანალიზი იყო ამ შემთხვევაში და უბრალოდ შუშანიკის წამება წაკითხული უნდა გქონდეთ მაგ შემთხვევაში ეგ რომ გაიქოთ უშუალოდ. ან ეს ცნობილი წარწერა და მოსწავლეებს კი დაყავთ ექსკურსია. არა ხო, ეს ძალიან ბუნებრივია ეხლა რომ აქ გავიგებდით და ბოლო დაგვრჩა მგონი მარიამ ასტაშვილი და ვინ დარჩა ნია დეკანაძე ბოლოს. სად გამართა ვახტანგ გორგასალმა თავისი უკანასკნელი ბრძოლა? აბა ეს ძალიან სასაცილო კითხვებია. ხო, იგივე პასუხი. ხო, ეხლა რა ვიცი, აქ უკვე თქვი. სამგორში. ხო, ეხლა უნდა ვიბოდიალო რაღაცები ახლართო მოვიგონო, მოდი აღარ გინდათ პირდაპირ თუ იცით პასუხი რომ არის სამგორი, დაწერეთ სამგორი 100%, იმიტომ რომ ეს კითხვები უმარტივესია და ასეთი კითხვები თუ მოგდით გაგიმართლებთ და მოდი ეხლა ცოტა ქვემოთ ჩავიდეთ, რაც უფრო არ შეიძლება გქონდეთ ნასწავლი, მაგალითად აი სულ 30-ე კითხვა გავაკეთოთ და ნია გისმენთ და ამით ამოვწუროთ ეს. რომელი ინფორმაცია მართებული? ვინ დარჩა? ნინა დოქტორეშვილი დარჩა. თქვენ? კი ბატონო, არც თქვენ არ მოგაწყენთ, გააკეთოთ. გისმენთ? რომელი ინფორმაცია მართებული ალექსანდრე ბატონიშვილის შესახებ? ესე იგი ჩვენ ვეძებთ
რაიმე ინფორმაციას ვიღაც პიროვნების შესახებ. დიახ. აბა ქართულ კახეთის უკანასკნელმა მეფემ ის მემკვიდრედ გამოაცხადა. ქართკახეთის უკანასკნელმა მეფემ ის დიახ. ხო, ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება, იმიტომ რომ ანუ კონკრეტულად ალექსანდრეზე ვერაფერს ვერ ვიგებთ იმის გარდა, რომ ვიღაც მეფემ გამოაცხადა. ძალიან სწორი შეფასებაა, მე მგონი, რა ვიცი, რაც გამოცდები ახლოვდება, უფრო იგებს ამ ყველაფერს და ძალიან მახარებს. კი ბატონო. შემდეგი მას ის ფერები მეფარება. ой, ერთი წუთი. იგი მოსკოვში გადასახლებულმა საფუძველი ჩაუყარა ქართველთა სათვისტომოს. დიახ. ხო, გადასახლდი და შენით გამრავლდა საქართველო რა, მოსკოვში დაახლოებით ესეთი პასუხი აქვს. საფუძველი ჩაუყარა ქართველთა სათვისტომოს გადასახლებულმა. ნუ არის ზოგადი ინფორმაცია კონკრეტულ ადამიანზე მოცემული, რომ რაღაც გააკეთა. შემდეგ გეში არის იბრძოდა რუსული მმართველობის წინააღმდეგ და ბერად აღიკვეცა ათენთა ივერთა მონასტერში. ეხლა გამოიკვეთა უკვე, მე დავაჯგუფებდი ორ პასუხს. რომლებს დააჯგუფებდი? ანანოს გაეხსნა თქო, რომ თქვი მე მგონი მართლა მიხვდა უკვე. აღარ მინდა ანანო შენი. აქ რო ვიგებთ, რომ მოსკოვში გადასახლდა ბეში და გეშიც რო წერია რუსული, ანუ შეგვიძლია რომ დავაჯგუფოთ, რადგან რუსეთზეა ორივე? აბა ანანოს მოусმინოთ. ანუ მე დავაჯგუფებდი გადასახლებას და გადახვეწას. დიახ, სწორია. გადასახლება და გადახვეწა ორივეში ჩვენ გვაქვს ერთი და იგივე კონტექსტი, ნია და ნახე შენ თუ აჯგუფებ ბ და გ-ს, მოსკოვში გადასახლება და რუსული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლა როგორ უნდა დააჯგუფოთ, მეგობრებო, მოდი აგიხსნით. დაჯგუფება ხდება პასუხის შინაარსობრივი კონტექსტის გათვალისწინებით და არა ერთი და იგივე სინონიმური ან მსგავსი სიტყვებით. აი მოსკოვი, რუსეთი ესე კი არა. შინაარსი უნდა იყოს კონტექსტის შინაარსი დაჯგუფებული. ანუ მოსკოვში გადასახლებაზეა საუბარი და დეშიც გადასახლებაზეა საუბარი. მიხვდით? და გ-პასუხში არის ბრძოლაზე საუბარი. ანუ თქვენ უნდა გამოკვეთოთ შინაარსის მიხედვით დასაჯგუფებელი პასუხები და მარტივად მიხვდებით უკვე. გავიგეთ ნია? კარგით, ნინო დაგვრჩა და ამით ამოიწურება ჩვენი ამბები. გისმენთ ნინო? დიახ, მაინდა-მაინც არ მინდოდა ეს მოკლე პასუხები და არა პრობლემა. აი, ცოტა გრძელი ეს იყოს. რომელი გამოიკვეთა ზუსტად გადავამოწმო. გ. შეიძლება კი მოვისმინე. დე ხო? არა. 30-ში გამოკვეთეთ გ. გ? ხო, არ ვიცი, პასუხებს გადავამოწმებ მე. თუ ეს არის გ არის აქ კი წესით რა რიგით გ არის. ხო. და კიდე ისე რა მაინტერესებს ახლა ვერ ჩაგერთეთ და ასომთავროს რაც შეეხება და ბოლნისის სიონზეა საუბარი, ხო ალბათ, თორე ბოლნისში ბევრი ტაძარია. კი, დიახ. კი, მაგას მეტი ისტორიული კონტექსტი არ სჭირდებოდა ახლა გან. მაშენი რა ვიცი, უძველესი ტაძრებია და ბოლნისის სიონზეა ალბათ საუბარი. ხო, მაგრამ აქ ნახე ისტორიული კონტექსტი
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პროგრამულ თეზისებს ვეყრდნობით და პროგრამულ თეზისების გათვალისწინებით უნდა შეაფასოთ ყველაფერი, რაც გაძლევთ. თორემ ასე იმდენი დეტალია საქართველოს ისტორიაში, ყველაფერს ხო არ სწავლობთ. გვიგულისხმა ყველაზე ძველი ბოლნისის პრინციპში. კარგით, ასთანეთ ხომ, რომელი ინფორმაცია მართებული კავკასიის ფრონტზე 1914 წლის ბოლოს განვითარებული მოვლენების შესახებ? აბა კავკასიის ფრონტზე მოვლენების შესახებ. ანუ ჩვენ ვერას ვეძებთ, მოდი ეგ გამოკეთეთ. ჩვენ გვაქვს 1914 წელი, უпросторად 1914 წლის ბოლო, ფრონტია და მოვლენები გვჭირდება. ხო? მოვლენა არის თუ არა დაეცა. არა, მოვლენა თვითონ დაეცა კი არის, მაგრამ ნახეთ, მოვლენები თვითონ პროცესი, მოვლენები თვითონ პროცესის აღმწერი მოვლენები არის კითხვაზე ფრონტი ხო გვაქვს? მაგის თქმა მინდოდა წა. ფრონტთან დაცემა დაკავშირებულია? ფრონტზე დაცემა? ფრონტი რა არის? ომის ფრონტი ხო? ომის ფრონტი ძირითადად ხო არის ერთი მხარის და მეორე მხარის. ანუ ეს მაგალითად ქალაქის შემთხვევაში თუ ქალაქს უტევ ფრონტი გამოვა? არა, ეგ ალყაა, ხო? და ასე შემდეგ. ანუ რეალურად პასუხი პირდაპირ თქვით უკვე. ფრონტთან უნდა იყოს ბრძოლა. ამიტომ ტრაპიზონი ვერ იქნება, ვერც სოხუმი ვერ იქნება, ვერც ალყა ვერ იქნება. დაიწყო ბრძოლა, ბრძოლა პროცესი, მიხვდით, ვაიმე. დიახ. რა არის ძირითადი პირობა გამოსაკვეთი ამ შემთხვევაში? მაგრამ პირველი ვერ წავიკითხე იმდენ. ნახეთ, თქვენ რაც უფრო ჩააცივდებით პასუხებს, მით უფრო აირევთ გზაკვალს. ნომერ პირველი წესი, კითხვა წაიკითხეთ და დასვით სწორი აქცენტი. ნომერ მეორე წესი, გამორიცხეთ დაჯგუფებული პასუხების შედეგად. წეღან რომელიღაც უსწრებდა, მე მგონი ინო თქვენ იყავით. თქვენ წეღან გამორიცხეთ, დაუჯგუფეთ, ჯერ დააჯგუფეთ, იმსჯელეთ და მერე გამორიცხეთ. ნუ გეჩქარებათ გამორიცხვა. მე კი ვამბობ, რომ 4-დან 2 გამორიცხეთ ხო, მაგრამ ეს გამორიცხვა ხაზგადასასმელი ბოლოს გააკეთეთ მაინც და მაინც. მოკლედ, კარგით, მე მგონი დღეს ალბათ ჩემი შეფასებით ყველაზე ნაყოფიერად გამოიკვეთა შაბლონური წერის ტექნიკა და მით უმეტეს ეროვნულზე. ამ მეთოდიკით, მეგობრებო, თქვენ გაქვთ შანსი, რომ აიღოთ იმაზე მეტი, ასე